უკრაინის მთავრობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას გეგმავს, უკრაინის ჯარები კი ყირიმის ნახევარკუნძულს უახლოეს დროში დატოვებენ. ჯარებთან ერთად კიევი უკრაინული მოსახლეობის ევაკუაციასაც აპირებს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ანდრეი პარუბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი თქმით, მთავრობამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვების პროცესზე მუშაობა უკვე დაიწყო. რის შემდეგაც იგი გაეროს თხოვნით მიმართავს, რომ ყირიმი დემილიტარიზირებულ ზონად გამოაცხადოს. ასევე ცნობილი გახდა, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის მონაწილე ქვეყნების ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო სწავლებას დაიწყებენ. შტატების სამხედრო საზღვაო ძალები კი შავ ზღვაში წვრთნას გააგრძელებს. В среду Совет национальной безопасности и обороны Украины принял решение о введении визового режима с Россией. Об этом сообщил на брифинге исполняющий. გადაწყვეტილება მიღებულია. უკრაინა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში არა მხოლოდ წარმომადგენლობის შეწყვეტას, არამედ გამოსვლასაც აპირებს. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებთან ერთად სამხედრო სწავლება დავიწყოთ.